და თქვა ღმერთმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. ღვთის ხატად შექმნილ მამაკაცსა და ქალში ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ არსებობენ ღმერთი მამა და ღმერთი დედა. გამოცხადების წიგნში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ღმერთმა მამამ და დედამ ერთად დაიწყეს ყველაფრის შექმნა და ასევე ერთად დაასრულებენ ქმნილებას. სული და სასძლო ამბობენ, მოდი, გამგონემაც თქვას, მოდი. წყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ხსნის განდებულება, ამბობენ, რომ მარიამი სასძლოს. არის თუ არა ღვთისმშობელი მარიამი სასძლოს? ღვთისმშობელი მარიამი ვერ იქნება სასძლოს. ეს იმიტომ ხდება, რომ სასძლოს არის იესოს ცოლი. მოდი და გიჩვენებ სასძლოს, კრავის ცოლს. ამგვარად, ბიბლიური სწავლება არ შეესაბამება იმის თქმას, რომ სასძლოს ღვთისმშობელი მარიამია. არიან თუ არა წმინდანები სასძლოს? წმინდანები ვერ იქნებიან სასძლოს. ეს იმიტომ ხდება, რომ სასძლოს არის ღმერთი, რომელიც გვაძლევს სიცოცხლის წყალს. სული და სასძლო ამბობენ, მოდი, გამგონემაც თქვას, მოდი, წყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. ბიბლიაში არასდროს წერია, რომ წმინდანები სიცოცხლის წყალს იძლევიან. ბიბლია ამბობს, რომ მხოლოდ ღმერთს, ხსნელს შეუძლია მოგცეს სიცოცხლის წყალი. მამის ეპოქაში იეჰოვა, ხსნელი, სიცოცხლის წყალს იძლეოდა. რადგან ორი სიბოროტე ჩაიდინა ჩემმა ერმა, მე ცოცხალი წყლის წყარო დამტოვეს. ძის ეპოქაში იესო, ხსნელი, სიცოცხლის წყალს იძლეოდა. რადგან წყალი მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს. და სულიწმინდის ეპოქაში სულიწმინდა და სასძლოს, მაცხოვარი სიცოცხლის წყალს იძლევიან. ამიტომ სულიწმინდა და სასძლოს, რომლებიც გვაძლევენ სიცოცხლის წყალს სულიწმინდის ეპოქაში, არიან ღმერთი. სული და სასძლო ამბობენ, მოდი, გამგონემაც თქვას, მოდი, წყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. სულიწმინდა და სასძლოს არიან ღმერთი მამა და ღმერთი დედა.